45-დღიანი ძებნის შემდეგ სოფელწნისში მტკვარში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 55 წლის დავით ცომაია რამდენიმე დღის წინ თანასოფლელმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში შეამჩნია. როგორც ახალციხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მეცხრე არხთან განმარტავს, ცხედარი ახალციხის რაიონულ პროექტურაში იქნა გადასვენებული. რა გახდა 55 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დავით ცომაია 31 ოქტომბერს სოკოს საკრეფად გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაკარგულს ახალციხის სამაშველო სამსახური თვენახევრის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. სამძებრო სამუშაოები სოფელ წნისში მდინარე მტკვარსა და მის ნაპირებზე მიმდინარეობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ოჯახმა უკვე დაკრძალა. შემოვიდა ისევ შეტყობინება, რომ წყალში იყო გვამი და თქვენც გავედით და ამოვიყვანეთ ეს გვამი დავით ცომაიას სახით. ეს იყო ისევ იმ ადგილზე მდინარეში მტკვარში იყო, ესე იგი მისილული იყო ეთყობა, იმიტომ რომ სულ ლამიანი და ტალახიანი იყო სულ. მდინარე მტკვარში სოფელ წნისთან ახლოს.